კარგად დააკვირდით ამ ნიუტს. 2027 წლიდან ეს ბოთლი და მსგავსი ბოთლები უკვე საქართველოში აკრძალული ხილი იქნება. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეკოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მტერი, ალბათ ძველი მანქანების შემდეგ, ესეთი პლასმასის ბოთლებია. მოკლედ, ესეთი ბოთლები ევროპაში მოსულა, რა ვიცი, ამერიკაში მოსულა და მხოლოდ ჩვენთან არ შეიძლება. ან მოგვიწევს 20 ლიტრიან ბოცებით კოკა-კოლის დალევა, ან შუშაზე გადასვლა. ახლა მოდით რეალურ ციფრებს ჩავხედოთ თვალებში. ეს გადაწყვეტილება ინდუსტრიას უზარმაზარ ზარალს მიაყენებს. წარმოება გაძვირდება, ლოჯისტიკა გაძვირდება და ვინ გადაიხდის ამ ყველაფრის ფასს? რა თქმა უნდა, ისევ ჩვეულებრივი მოქალაქეები. უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ჩვენ საყვარელ სასმელში ორჯერ ან სამჯერ მეტი უნდა გადავიხადოთ, რადგან თვითონ შუშა ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ხო და მოდით ახლა ყველაზე საინტერესოზე გადავიდეთ. რატომ მაინც და მაინც ახლა? ვოლსკის ცნობილი გამოსვლა ხო არ გახსენდებათ შემთხვევით, სადაც ის ამბობს, უმაღლესი განათლება კი არა, აგერ ქვეყანაში შუშის მბერავები გვჭირდებაო. მაშინ ყველას გაგვეღიმა და ბევრი ვიხალისეთ კიდეც. თუმცა ნახეთ რა ხდება. კანონს მიიღებენ, პლასმას აკრძალავენ და შუშაზე გიჟური მოთხოვნა გაჩნდება. საიდან იცოდა ვოლსკიმ ასე კარგად, რომ ბაზარზე ამხელა მოთხოვნა გაჩნდებოდა შუშაზე? შემთხვევით წინასწარ ხო არ იცის რამე. როცა ბიზნესს ასე სწრაფად აიძულებ, გადავიდეს შუშაზე. ვიღაცას ხო უნდა კონდეს გამზადებული ამისთვის უკვე ქარხნები. ეკოლოგიაზე ზრუნვა რა თქმა უნდა კარგია. მაგრამ როდესაც მხოლოდ ნარჩენების 10%-ს ებრძვი ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილებით და ბიზნეს ფაქტობრივად აიძულებ ხარჯები გაზარდოს და აზარალებ როგორც თავად ბიზნესს, ასევე განსაკუთრებით აზარალებ მოსახლეობას. ისმის კითხვა რატომ? რეალურად გარემოს უფრთხილდებით თუ ვიღაცის ახალ ბიზნესს უნდა ჩავბეროთ ბოთლისავით სული.